ეკონომიკის რისკები მთლიანად პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, რადგან მთავრობა ქართული ოცნების ხელმძღვანელობით რუსეთს უახლოვდება და შესაბამისად ქვეყანას ევროპის მხრიდან სანქციების რისკის წინაშე აყენებს. ამის შესახებ Fitch რეიტინგის მშვილობილი Fitch Solutions ანგარიშში აღნიშნული, რომელიც საქართველოში სავაჭრო და საინვესტიციო რისკებს აფასებს. ანგარიშში წერია, რომ ინვესტიციებზე, ვაჭრობასა და ფინანსურ დახმარებაზე საქართველოს ევროკავშირს შორის დაძაბულობა უარყოფითად აისახება და მოლოდინია, რომ საქართველოში ახალი ინვესტიციები დაბალ ნიშნულზე დარჩება. ფინანსისტების შეფასებით კი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მსგავსი შეფასებები ისედაც შემცირებული ინვესტიციების ფონზე ინვესტორებისთვის კიდევ ერთი ნეგატიური სიგნალია. ნუცა შუბაშვილი გაეცნო Fitch Solutions-ის ანგარიშს და შეფასებებით პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნუცა გისმენთ. ანუკო მოგესალმები. საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო რისკის ინდექსში 8 პოზიციით ჩამოქვეითდა, რომელსაც როგორც აღინიშნა Fitch Ratings-ის შვილობილი კომპანია Fitch Solutions-ი აქვეყნებს. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში წერია, რომ საქართველო მსოფლიო მასშტაბით 202 ბაზრიდან მე-80 ადგილზეა სავაჭრო და საინვესტიციო რისკების მიხედვით და მიუთითებს, რომ ინვესტიციებზე, ვაჭრობასა და ფინანსურ დახმარებაზე საქართველოს ევროკავშირს შორის დაძაბულობა უარყოფითად აისახება, რომელიც როგორც ანგარიში აღნიშნული ბრიუსელის მიერ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის არაღიარებას მოყვა. ანგარიშის თანახმად მსხვილ ევროპულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შესაძლოა ხელი შეუშალოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, სანქციების რისკის პირობებში შესაბამისად ორგანიზაცია ელის, რომ საქართველოში ახალი პირდაპირ უცხოური ინვესტიციები დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ასევე არსებობს კაპიტალის გადინების რისკიც. არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირმა სანქციები დააწესოს დემოკრატიული ღირებულებების შელახვასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. უცხოელი ინვესტორები განსაკუთრებით ევროკავშირისა და სხვა დასავლური ბაზრებიდან სავარაუდოდ საქართველოს მიმართ სიფრთხილეს გამოიჩენენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრიუსელსა და თბილისს შორის დაძაბულობა კვლავ მკვეთრ რჩება. ევროინტეგრაციის და გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლება სავარაუდოდ 2028-2029 წლებში არ მოხდება, რაც ბიზნეს და ინვესტიციებს ხელს შეუშლის. ეკონომიკის რისკები მთლიანად პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, რადგან მთავრობა ქართული ოცნების ხელმძღვანელობით რუსეთს უახლოვდება და შესაბამისად ქვეყანას ევროპის მხრიდან სანქციების რისკის წინაშე აყენებს. ამის შესახებ ასევე Fitch Solutions-ის ანგარიშია ნათქვამი. ანგარიში წერია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის შორეულ პერსპექტივად რჩება, მათ შორის რუსეთსა და ევროკავშირს შორის საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ბალანსის გათვალისწინებით. ძირითადი დაღმავალი რისკები გამომდინარეობს ქართული ოცნების მთავრობასა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მზარდი დაძაბულობიდან, რაც გამოწვეულია ქვეყნის სულ უფრო პრორუსული საგარეო პოლიტიკური პოზიციით. პოლიტიკური გარემო კვლავ პოლარიზებულია, რადგან მმართველი ქართული ოცნების პარტია, როგორც ჩანს, სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს ქვეყანაში დასავლურ გავლენას, მაშინ როდესაც მოსახლეობა ძირითადად ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებს ემხრობა. ფიქრობთ, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ერიდებიან ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც ეკონომიკას დააზიანებს, რათა თავიდან აიცილონ საზოგადოებრივი აზრის გაუცხოება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს დაახლოება მის გეოპოლიტიკურ მეტოქეებთან, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი. საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ასეთი შეფასებები ინვესტორებისთვის წითელი დროშის სიგნალს ნიშნავს, ასე აფასებს ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCases მრჩეველი ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე Fitch Solutions-ის ანგარიშ ნიკოლოზ ალავიძე ამბობს, რომ ამ ანგარიში კიდევ უფრო დეტალურად და მკაფიოდაა შეფასებული საქართველოში არსებული დღევანდელი ვითარება, რაც პასუხისმგებლიან ჯანსაღ ინვესტორებს ქვეყანაში შემოსვლას ნამდვილად არ მოანდომებს. ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ვითარების ასე შენარჩუნების შემთხვევაში უკვე შემდეგ შეფასებებში თავად უკვე Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგიც გაუარესოს. პირდაპირ არის მითითებული, რომ სახელმწიფო პოლიტიკურად უფრო უახლოვდება რუსეთს და შორდება დასავლეთს და პირდაპირ ამაზეა მითითებული, რომ თუ მოხდება დამატებით, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონარიდები კიდევ, დამატებითი სანქციების პაკეტის დამატება ქვეყანაზე, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ქვეყანა გარკვეულწილად სანქციების ქვეშ არის, ახალი ინვესტორებისთვის ეს არის უკვე ძალიან მძიმე დამაფიქრებელი სიგნალი. ისეთი კომპანიებისთვის, ვისთვისაც თანამედროვე ღირებულებები, კორპორატიული პასუხისმგებლიანი ბიზნესის კეთება და ასე შემდეგ მნიშვნელოვანია, მათთვის ეს უკვე საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი წითელი დროშის სიგნალს ნიშნავს, იმიტომ რომ კონკრეტულად არის მითითებული საფუძველი და სიღრმე ამ პრობლემების, ეს დასკვნები და ეს მოლოდინი
ახალი ჯანსაღი ჭკვიანი ინვესტიციების შემოდინებას ხელს ნამდვილად შეუშლის. ჩვენ მხარეს კიდევ დაჭირდება 20ჯერ და 100ჯერ უფრო გაასმაგოს და უფრო მეტად კომპეტენტური მიდგომებით მიუდგეს ინვესტორებთან ახალ ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობას და დაარწმუნოს ყველა პოტენციური ინვესტორი, რომ ამ დასკვნებში და ავტორიტეტულ დასკვნებში მოყვანილი ინფორმაცია გამოსწორებადია. ფაქტები უკვე აჩვენებს, რომ უცხოელი ინვესტორები არ არიან დადებითად განწყობილი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემომავალი უცხოური ინვესტიციები ყველაზე დაბალი იყო 2010 წლის შემდეგ, თუ გამოვრიცხავთ COVID-ის 2 წლის განმავლობაში შემოსულ ინვესტიციებს და იქაც არ არის დიდი განსხვავება. ეს უკვე პირდაპირი მაჩვენებელია. ამას გარდა სახეზეა უკვე ხელისუფლების, დე-ფაქტო ხელისუფლების სიძნელეები გადასახადების შეგროვებაში და ასევე აშკარად მწიფდება ბუშტები უძრავ ქონებაში და საკრედიტო სექტორში. შემდეგი ნაბიჯი ბუნებრივად გაუარესება იქნება რეიტინგის. ეს მალე გახდება ცხადი და მალე მიხვდებიან, რომ აგვიანებენ ქმედებას. Fitch Solutions-ის ანგარიში ასევე აღნიშნულია რომ საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ 2024 წლის 9.7%-იანი ზრდის შემდეგ 2025 წელს 5.9%-ით გაიზრდება. ორგანიზაცია ასევე ხედავს რისკს, რომ საქართველოს ეკონომიკა შეიძლება დესტაბილიზირდეს რუსი მიგრანტებისა და მათი კაპიტალის უეცარიან მასშტაბური გადინების შემთხვევაში. მადლობა ნუცა, ეს ნუცა შუბაშვილი იყო, რომელმაც Fitch Solutions-ის ანგარიშის დეტალები გაგვასწორდა.